საქართველო მიყვარხარ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მისივე სურვილისამებრ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. 49 წლიანი საპატრიარქო გზა დღეს იმ ტაძარში დასრულდა, სადაც ის 1977 წელს დაიწყო. პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია მის მიერ დაწერილი საგალობლით დასრულდა. ილია მეორეს დაკრძალვამდე სინოდის წევრები, სასულიერო და თანამდებობის პირები, ასევე მისი დაცვის წევრები გამოემშვიდობდნენ. ალვაბრიდან წამოსულ პროცესიას სანაპიროზე უამრავი ადამიანი დახვდა. სიონთან სანთლებით ხელში მოქალაქეები პატრიარქს გამოემშვიდობდნენ. ტაძარში დასვენების შემდეგ დაკრძალვამდე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა. კათოლიკოს პატრიარქის სამების საკათედრო ტაძრიდან დღის 3 საათზე შეძახილების, ტაშისა და საგალობლების ფონზე გამოასვენეს. 10,000-ობით ადამიანმა ილია მეორე ავლაბრის დაღმართის გავლით სიონამდე გააცილა. მთელ პერიმეტრზე თავდაცვის ძალების კორიდორი იყო მოწყობილი. მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდნენ სინოდის წევრები, სასულიერო და თანამდებობის პირები.